მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. კვლავ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრით და მე მისი წამყვანი გიორგი ლომია. ჩვენ როგორც ყოველთვის ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ალბათ უფრო საინტერესო იქნება საუბარი ბოლო პერიოდში განვითარებულ პრობლემებზე და თუ რა გადაჭრის გზები შეიძლება მოვძებნოთ ჩვენ თქვენთან ერთად. გამოთქვით დარეკეთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვით თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მე ვფიქრობ, რომ თუ ჯანსაღი აზრია, ამას გვერდს არც ჩვენი ხელისუფლება აუვლის, იმიტომ რომ ისინიც გვიყურებენ, გვისმენენ და იმედი გვაქვს სწავლობენ კიდევაც იმ მოწოდებულ, ასე ვთქვათ, აზრებზე, რა აზრებსაც გვაწვდით ჩვენც და თქვენც. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 032 23 88 105. ეს იმათვის, ვინც რადიო მსმენელით გვისმენს, რადიო მიმღებით გვისმენს და ვინც გვიყურებს თავის ტელეეკრანებზე კი ხედავს ამ ტელეფონის ნომერს. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ გუშინ წინ პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ იმ პრობლემაზე, რომელიც შეგვექმნა ევროსაბჭოში და ასე ვთქვათ, მივედით დასკვნამდე, რომ ევროსაბჭო გვიტოვებს საშუალებას, უტოვებს უფრო სწორად ქართულ დელეგაციას საშუალებას დარჩეს ევროსაბჭოში აპრილამდე, მაგრამ კონკრეტული დათქმები იყო და ამ დათქმებს ეს დათქმები უნდა შეესრულებინა. თუმცა ქართულმა დელეგაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქართულმა დელეგაციამ დატოვა საპარლამენტო ასამბლეის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. დატოვა, რითაც ბუნებრივია არაფერი, ასე ვთქვათ, სიკეთე არ მოუტანა ჩვენს ქვეყანას. შეიძლება ვიღაცას უხარია, რომ ასეთი რამე ხდება და ვისაც უხარია, ვინც არის ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მტერი და ვისაც აღიზიანებს ქართული ოცნება, იმას ბუნებრივია უხარია, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ნუ გიხარიათ, აქ სასიხარულო არაფერი არ არის და იმ ხალხსაც მინდა უთხრა, ვინც ფანატიკურად იცავს ქართულ ოცნებას, რომელიც ამბობს, რომ ამაში არაფერი ისეთ კრიტიკული არ მომხდარა და არაფერი ცუდი არ მომხდარა, თქვენც ასე ნუსაუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდია საქართველოს იმიჯისთვის, საქართველოს ავტორიტეტისთვის. ძალიან ცუდია. ზარია ეთერში, შემოუშვით ზარი და მე გავაგრძელებთ საუბარს. გამარჯობათ. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იზოლაციისაკენ. არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება რას ფიქრობს. ამ თემაზე არა, სხვა თემაზე მინდა ბატონო გიორგი ვისაუბროთ თქვენთან. გახსოვთ, მე ერთხელ თქვენთან დავრეკე და ვთქვი, რომ ივანიშვილი გრჩის იმის გამო, რომ არ მოგცა მარიხუანა, არ მივეცით მარიხუანას ლეგალიზაციის. მახსოვს. აი ახლა კიდევ ხელახალით სადამსჯელო ოპერაცია. ემირატებთან დადებული ხელშეკრულება, სადაც გონიოში აძლევს ბინათმშენებლობის უფლებას. საქართველოში განარამდენი ადამიანია, რომელიც ბინებს შეიძენს გონიოში. ეს ხო იმას ნიშნავს, ეს ინვესტორმაც კარგად იცის, რომ საქართველოში მისი ამ ბინების მყიდველი ძალიან ბევრი არ აღმოჩნდება და მე მჯერა, რომ მათ ხელშეკრულებაში უდევს, რომ ისევ თვითონ თავიანთმა ხალხმა უნდა შეისყიდონ აქ ეს ბინები და რას ფიქრობთ ამაზე? ნუ თუ ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ ასე და არ უნდა ვთქვათ არაფერი და არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა გამოვაცხადოთ. არ ვიცი, აი პროტესტის რა უმაღლეს მწვერვალამდე უნდა მოვიტხოვოთ ნამდვილად. ჯერ გაასაჯაროო მთლიანად ეს ხელშეკრულება რას მოიცავს და მე რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ძალიან გთხოვთ, რომ ეს გადაწყვეტილება, აი ჩემი ეს თხოვნა შეასრულოთ რა, ძალიან გთხოვთ. ამაზე ძალიან ბევრი აყვება ქართველობა, მთელი საქართველო დადგება ფეხზე. გავიგე, არ გათიშოთ. მე მინდოდა, რომ დაახლოებით, ასე ვთქვათ, გადაცემის მეორე ნაწილში მესაუბრა ამ თემაზე. თემა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ ყოველდღე თავიდანვე მქონდა საუბარი იმაზე ჯერ კიდე
ვისთან სტუმრად ვიყავი გადაცემაში არ მახსოვს ჩვენ ჟურნალისტთან და როდესაც ჯერ კიდე იდეა იყო რომ საუდის არაბეთიდან რაღაც ინვესტიციები უნდა წამოიღო ამ ხელისუფლებას ჯერ ჩვენი დელეგაცია ჩასულიც კი არ იყო მაშინ უბრალოდ ვერსიად ვთქვით რომ აი როგორც კასპის რაიონში მაგალითად არაბული სოფელი შენდება და ამაზე უკვე ძალიან დიდი პერიოდი, ძალიან ხანძლივი პერიოდი მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლებიც და სასამართლო დავები და ასე შემდეგ. ანუ ეს ხომ არ არის მეორე ტალღა, მცდელობა იმისა, რომ არაბები ჩამოასახონ საქართველოში ინვესტიციის სანაცვლოდ. აი ამ რაღაც მილიარდიანი თუ 2 მილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ და ფაქტიურად რასაც მე ვხედავ, ეს არის, ჩვენ ამ საფრთხის და საშიშროების წინაშე ვდგავართ. ანუ ფაქტიურად თუ ჩვენ ისტორიას გავიხსენებთ, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და სისხლს ღურიდნენ იმისათვის, რომ აქ არ შემოსულიყო არაბი, სპარსი, ოსმანი და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ჩვენ ფაქტიურად ვყიდით, ჩვენ არა, ჩვენი ხელისუფლება ყიდის ჩვენ მიწა-წყალს, ანუ იმ მიწა-წყალს, რომელიც დაგვიტოვა სისხლის ფასად დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა. ეს სერიოზული პრობლემაა, მე ამაში გეთანხმებით, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამაზე მე ვფიქრობ, რომ კიდე ახალი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება ქვეყანაში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და რატო აკეთებს ამას ხელისუფლება? უпроსორად რისთვის აკეთებს გასაგებია, აკეთებს ისევ ფული თქვენ რა გონიათ, რომ ეს მილიარდიანი თუ 2 მილიარდიანი ინვესტიცია რომელიც შემოვა, ყველაფერი დაიხარჯება მშენებლობაზე და თქვათ ქვეყნის კეთილდღეობაზე, არა რა თქმა უნდა. მან კატებზეც არის საუბარი, ჯიბეში რა ფულით წავა, ანუ ძალიან დიდი თანხებია და ძალიან დიდი თანხებზეა საუბარი, მაგრამ ძირითადი პრობლემა არის არა ის, რომ ამ ინვესტიციიდან ისინი ჯიბეში ჩაიდებენ ფულს, არა, არამედ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ შეიძლება მოხდეს არა დიდი რაოდენობის არაბი ნაციონალების ჩამოსახლება საქართველოში და დასახლება ჩვენს რეგიონებში. ეს არის პრობლემა. დიახ, 40 ჰექტარი კახეთში გაიყიდა კიდე არაბებზე. აი ახლა ახალი ამბავია. და ახლა კიდე გონიოში. დიახ, გეთანხმებით და ეს არის ძალიან საყურადღებო და ჩვენ ასე ვთქვათ, არა მხოლოდ თვალყურს ვადევნებთ, არამედ შევეცდებით მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ თუ რა ესე ვთქვათ, რა მოსდევს ამ ინვესტირებას. დიდი მადლობა ამ ზარისთვის და ამ შეკითხვისთვის და თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. დიდი მადლობა. შემოუშვით მომდევნო ზარი. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ამერჯობათ. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, მე ორ საკითხზე მინდა გესაუბრო და ძალიან გთხოვთ მოკლედ ვიტყვი შევეცდები. დიახ. ჯერ ევროპაში მიმდინარე საკითხებზე მინდა ვისაუბრო. არ არის საწიამოვნო როგორ გვექცევიან და არც ის არის საწიამოვნო რომ შევწყვიტეთ მასთან ურთიერთობა ნუ დროებით თუ ხანგრძლივად. და ხომ არ არის ეს საწიამოვნო და ხო არ ჯობია ჩვენ დავფიქრდეთ და თითოეულ ქვეყანასთან გქონდეს ურთიერთობა, აი ეს გამორიცხულია თუ დასაშვებია. ამოდენა მოსტრ ჩვენ ვერ უდგებით წინ, როგორც ვატყობ და მეორეა ინვესტიციებზე. საუყოვნებლივ დაგვეხმარეთ, რომ გამოქვეყნდეს ეს ხელშეკრულება, თუ გასაუქმებელია ინვესტიცია, როგორ შეიძლება არ შემოვიდეს, მაგრამ ის რომ ყველა ჩასახლდეს ამ პატარა ქვეყანაში, ესაა ყველანაირად გამორიცხული. დაგვეხმარეთ, რომ გამოქვეყნდეს, ძალიან გთხოვთ და ერთხელ დაისვა ესეთი საკითხი, რომ შეიქმნას რაღაც ზედამხედველობის ჯგუფი, რომელიც ამ პარლამენტს და ამ ხელისუფლებას არ მისცემს ყველაფრის უფლებას, განსჯის შედეგად მიიღება გადაწყვეტილებები. არ შეიძლება ასე კობახნიძეს მოეპრიანა, სააკაშვილს მოეპრიანა, იქეთ ღარიბაშვილს მოეპრიანა, ივანიშვილს და ჩვენ ვინა ვართ ბოლოს და ბოლოს. შეიძლება ასეთი რაიმე, როგორც რიონის ხეობიდან გავაძევეთ ის ინვესტორი და მაგრამ გადასახდელი გაგვიხდა 6 მილიარდი, სხვა გადასახდელი არ გაგვიხდეს ჩვენ სახელმწიფოს.
ასე არ შეიძლება მხოლოდ პენსიონერი იყოს ღარიბი და მდიდრებმა იქ გასცენ მიწები და შემდეგ თვითონ შევიდნენ იქ იმ ბინებში და იმ კაზინოებში და ასე შემდეგ. დააკანონდეს ერთი გოჯი მიწა არ იყოს გაცემული ხალხის დასტურის გარეშე საქართველოს მიწა ასე არ შეიძლება კობახიძეებს არ დაუწევთ ჩემს მაგივრად და ჩემი გვარის მაგივრად მიწები საქართველოსი და თქვენი გვარის მაგივრად და სხვის მაგივრად ვინ მისცათ ასე ხელაღების გასხვისების უფლება თუ არა ზუსტად გაგვიმართეთ რა ხდება არ შეიძლება ასეთ ხელშეკრულება ხელაღებით და ჩუმად და დაფარულად მიღებული. მაპატიეს აღელვებისთვის, მაგრამ უკიდურესობამდე ვარ მისული. კი ბატონო, მე ამაზე უკვე პრინციპში გავეცი პასუხი, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გამოვიკულიოთ ამ ხელშეკრულების შინაარსი, თუ რა თქმა უნდა, მან ცალკე დახურული ფორმით, ასე ვთქვათ, დანართი არ მოსდევს ამ ხელშეკრულებას. ეს ერთი, მეორედ იმისათვის, რომ ჩვენ მივახციოთ რაღაც ზედამხედველობას ხელისუფლებაზე, ამისთვის თვითონ ხელისუფლება უნდა არსებობდეს სახალხო და არა ის ხელისუფლება, რომელიც უზურპაციას ახდენს ძალაუფლების. და ჩვენზეა დამოკიდებული, როდესაც თითოეული ჩვენგანი მიხვდება იმას, რომ ხელისუფლება არის თავად ხალხი და ვინც არ უნდა იყოს დროებით ხელისუფლებაში, მათი ჩამოგდება, სახში გაშვება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნება და არა სხვა რამ, აი მაშინ თუ ამაში დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, ჩვენ არ დავდგებით იმის საშიშროების წინაშე, რომ ვიღაცა უზურპირებას მოახდენს ხელისუფლების, როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ ამას ოცნების მაგალითზე. იმიტომ რომ ჩვენ არ მოგწონს ოცნება, რასაც ჩადის, ჩვენ, ასე ვთქვათ, ვცვლით ოცნებას არარევოლუციური, არამედ არჩევნების გზით, მაგრამ ევროპის ჩარევის გარეშე. ყველაფრის ჩარევის გარეშე, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ და შევცვალოთ ხელისუფლება, არჩევნები უნდა ტარდებოდეს მართლა დემოკრატიული და სამართლიანი და არჩევნებს არ უნდა ატარებდეს თვითონ ხელისუფლება. არჩევნებს უნდა ატარებდეს დამოუკიდებელი CESCO. და იქ უნდა იყოს ხალხი უმრავლესობა, კი არ უნდა წარმოადგენდეს CESCO-ში ხელისუფლების ხელის ბიჭებს, არამედ ის ხალხი უნდა წარმოადგენდეს CESCO-ს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ხალხს ემსახურება საქართველოს მოსახლეობას და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აი მაშინ კი ბატონო მე დიდი დოზით მგონია არჩევნების წინა პერიოდიდან მოყოლებული, რომ ეს მთავრობა ემზადება ძველი მთავრობის სააკაშვილის მთავრობისათვის ხელისუფლების გადაბარებისათვის. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მაგის, რომ ეხლა ასეთი რაიმების დრო, რასაც აკეთებენ, ნამდვილად არ არის, რომ პატრიოტები იდგნენ ქუჩაში და რა შემთხვევითი გამლელები, რომლებიც ლობიიანებით იკვებებიან და მეტი არაფერი უნდა. ნაწილობრივ შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ გადაბარებაზე ფიქრობს ეს ხელისუფლება, მაგრამ ნაციონალების ის რაოდენობა უკვე აღარ არსებობს და ის სიძლიერე აღარ აქვს ნაციონალებს, რომ ნაციონალებს გადააბაროს. შეიძლება მოინდომოს გადაბარება პროდასავლურ ძალებზე და კოალიცია შეიქმნება. ეს არის შესაძლებელი. თუმცა ჩვენ არ უნდა დაუშვათ ეს. ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ კოალიციური მთავრობა შედგეს, მაგრამ არა კონკრეტული, თქვათ, პროდასავლური ძალების, ასე ვთქვათ, ნაკრებით. ჩვენ უნდა შევძლოთ, შევქმნათ კოალიციური მთავრობა, სადაც უმრავლესობა პატრიოტული ძალებით იქნება წარმოდგენილი. დიდი მადლობა ზარისთვის, ქალბატონო, და თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. შემდეგი ზარი შემოუშვით. შემდეგი ზარი შემოუშვით. ზარი შემოუშვით ეთერში. გამარჯობა ბატონო მოგესალმებით. ერამეკურ სამხალხისა 41-ის გარდა და 5-იანის გარდაო რაც გინა შემოხაზეთო.
გაქანდებიან და მაინც ან 51 უნდა შემოხაზონ, ან 5-იანი. 5-იანი გარდაო, რა გინა შემოხაზეთ. ესე როგორ შეიძლება მერეც განა ნაკადა ის რაც არის, ეს რაც არის, ის რაც არის. წუწუნსა და ტირილს გეუბნებიან არჩევნებში მიხვედი არა, შემოხაზე, ნუ ის რაც უნდა შემოხაზო წესიურად. დიდი მადლობა გენეცონი. მადლობა ზარისთვის. მადლობა. შემდეგი ზარი. ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. დიახ, ისაუბრეთ. საღამომშვიდობეთ, ანან გიორგი. საღამომშვიდობეთ. შეიძლება დავიწყო ლაპარაკი? დიახ, ისაუბრეთ. ესე იგი გუშინდელი ამბავი ნამდვილად ძალიან კარგი ნამბიჯი იყო, მაპატიეთ, მე არა ვარ ადვოკატი ქართული ოცნების ნამდვილად, მე ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნები მაქვს და ამას ალბათ ვიტყოდი და ვიძახი ხოლმე, მაგრამ გუშინდელი ნამბიჯი ეს იყო ნამდვილად კარგი, რომ იგრძნო საქართველოს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და აი ესეთი ულტიმატუმი, ასეთი საზიზღრობა, რაც იმათ იკადრეს და არ ვიცი, მაგალითად მე ამაყება. აი და ბევრჩემ თანამ ანუ თქვენ ფიქრობთ ქალბატონო რომ ეს იყო კარგი ნაბიჯი. ინსტიტუტი ბატონო გიორგი, იმიტომ რომ რაც იმას წაუყენეს ის საზიზღრობა, ესე იგი, აი იცით რა შეასაქმე მამბატი ცოტა აღელდი ახლა. აი ის უნდა შეიტანონ, უნდა ამოიღონ ის 78 მუხლი და შეიტანონ მოღალატეობა. აი ესენი რომ დარბიან და ასეთ შეცომ ტყუილებს რომ აჯერებენ ხალხს. კარგით, ქალბატონო, მე გავიგე თქვენი არ გათიშოთ ერთი წამით. არ გათიშოთ. ანუ თქვენ თვლით რომ ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ეს ხომ დიპლომატია, საერთოდ ქვეყანას და ზოგადად როდესაც არა ერთი წამით ახლა მე იგრძნო ქართველი გავიგე, ქალბატონო, მე თქვენი აზრი გავიგე, მათქმევინეთ და მე მიპასუხეთ. ანუ მე ახლა ჩემ აზრს ვამბობ. ქართული დელეგაცია, რომელიც პარლამენტში საქართველოს წარმოადგენს, საუბრობს არა ულტიმატურ ენით, არამედ დიპლომატიური ენით. მათაც დიპლომატიური ენით უნდა ესაუბრებოდნენ. როდესაც მათ აღარ ესაუბრებიან დიპლომატიური ენით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ულტიმატურ ფორმაზე უნდა გადადიოდეს დელეგაცია. დელეგაცია ვინაიდან ის წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, ყოველთვის უნდა მოქმედებდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ ბოლომდე ვინაიდან მათ დაუტოვეს აპრილამდე ვადა, მე ჩემ აზრს ვამბობ, შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ. რადგან აპრილამდე დაუტოვეს ვადა, მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმის ქალბატონო ერთი წამით მე ვსაუბრობ, მე თქვენი საუბრეთ. მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ აპრილამდე იმისათვის, რომ შეეცვალათ ის დათქმები, რა დათქმებსაც ითხოვდა საპარლამენტო ასამბლეა. ანუ თქვენ ხომ არ ანუ ჩემი აზრი, ეგ არის ჩემი აზრი, მაგრამ თქვენი აზრით მათ არ უნდა გაეკეთებინათ არაფერი იმისათვის, რომ შეეცვალათ იმათი აზრი, მათ უცბად უნდა შეეწყვიტათ მათთან ურთიერთობა და ამას თქვენ სწორ პოზიციას ეძახით. იმიტომ დადგება დრო რომ აქეთ შეექვეწებიან საქართველოს, დადგება დრო ბატონო გიორგი, დაიმახსოვრეთ ეს, იმიტომ რომ აი ეს მოღალატეები, რომლებიც დარბიან, როგორ უჯერებენ, ეს ხო თქვენს ხომ კარგად იცით რომ რა ინფორმაციასაც აწვდიან, ეს არის ტყუილი, აბსოლუტური ტყუილი. თქვენ ახლა მართლა გჯერათ ქალბატონო, ის რატო უნდა გაუქმონ გამჭვირვალობის კანონი, რატომ ბატონო გიორგი? ქალბატონო, თქვენ მართლა გჯერათ რომ ევროკავშირი საპარლამენტო ასამბლეა, ანუ მთელი სტრუქტურები და ინსტიტუტები მართლა ეკრდნობიან აქედან წასულ ოპოზიციურ, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ძალებს? დიახ, მაგას ესე იგი მიდიან ოპოზიცია მიდის იქ ანუ თქვენ ფიქრობთ რომ საელჩოები თავიანთი ტყუილებით. ქალბატონო, თქვენ ფიქრობთ, ახლა მე შეიძლება თქვენ ჩახედული არ ახართ. როგორ გეკადრებათ ახლა თქვათ ერთი წამით გამოსაკრავი არა ვარ? არა, ნამდვილად მე არ შეურაცხყოფას გაყენებთ არაფერს, მაგრამ მე უბრალოდ მიკვირს, რომ თქვენ რეალურად გჯერათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციიდან მიწოდებულ ხმას ეკრდნობა
მთელი ევროკავშირი, ანუ თავიანთი საელჩოები, რომლებსაც სპეცსამსახურები ყავთ აქ და ინფორმაციას აგროვებენ და მერე აწვდიან თავიანთ ქვეყნებში, მერე იქ ანალიზდება ეს. ანუ ეს ყველაფერი არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ აქედან წასული იქ ნაცმოძრაობის წევრი იქნება, ლელოს წევრი თუ სხვა რომელიმე პარტიის წევრი, აწვდის ინფორმაციას და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან სანქციებს შემოიღებენ საქართველოს წინააღმდეგ, ან კიდე რაღაცას დაგვიწესებენ სასწაულს. თქვენ მართლა ასეა, თქვენ გონიათ რომ ეს არის რეალობა? ბატონო გიორგი, დადგება დრო გეუბნებით 2-3 თვეში ევროკავშირის თანაირად ალაპარაკდება და მიჯერეთ. მე მახსოვს მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი მე არ მინდა დავასახელო ის მე პარლამენტარიც იყო, ჩემი კოლეგაც იყო, მაგრამ იყო ზვიად გამსახურდიასთან ახლოს, ასე ვთქვათ და მან შესთავაზა რომ გადავკეთოთ სამტრედის რკინის გზა და ამით ჩვენ დავაჩოქებთ რუსეთს. ეს ძიგური იყო ხომ გახსოვს? ხო და ნუ არ მინდოდა დასახელება, ქალბატონო, მე იმიტომ ვიხარო თქვენ მოვდივარ ზვიად გამსახურდიას ხო და თქვენ ამას მიხვდებოდით, მე მივხვდი და დასახელება არ მინდოდა. მაგრამ კარგით. რა მივიღეთ, რომ დავაჩოქეთ რუსეთი. როგორ შეიძლება ჩვენ მაგალითად შეგვეხოცოს ევროკავშირმა რაღაცაზე ხვეწნა დაგვიწყოს. აი, რაზე უნდა დაგვიწყოს, ხომ ვერ მეტყვით. ორი კვირის უკან 9 ევროპარლამენტარი დააკავეს ბატონო გიორგი. ძალიან კომპლიმენტი ევროკავშირი ეს უკვე ის აღარ არის რაც იყო 90-იან წლებში მე იცით რომ დისწავედი საქართველოსდან აი ირინა სარიშვილმა ხალხი რომ დააჩოქა შევარდნაძის გულისთვის მე კიდე და ზვიადის უვალატეს ეს იყო ჩემთვის უბედურება ეს მაგალითი რომ იქ დააკავეს 8 კაცი ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობს ევროკავშირი შიგნით და ცდილობს კორუმპირებული ელემენტები, ასე ვთქვათ, გამოასაჯაროოს და დასაჯოს. ეს ამას ნიშნავს მხოლოდ. ჩვენთან კორუმპირებული ელემენტები არ ისჯებიან სამწუხაროდ იქ დასაჯეს. დაისაჯონ, მაგას გეუბნებით სწორედ ეს კანონი რა. და მე იმას ვამბობ, რომ ევროკავშირი მე მაგათი ადვოკატი არ ვარ, ბატონო გიორგი, მე ქალბატონო გავიგე, მაგრამ ევროკავშირი ეს ხო იდეალური სტრუქტურა არ არის. მან ყოველთვის იქნება ვიღაცა კორუმპირებული, ვიღაცა მოღალატე, ვიღაცის შპიონი და აგენტი და ასე ეს ხო იდეალური სტრუქტურა არ არის, მაგრამ მათგან მათ ჩვენთან შესახვეწნი მე მგონი არაფერი არ ეკნებათ უახლოეს არც 3 წელიწადში, არც 30 წელიწადში თუ მანამდე იარსებდეს, შეიძლება დაიშალონ კიდევაც. მაგრამ დღესდღეობით პირასა ბატონო გიორგი. დღესდღეობით ისინი წარმოადგენენ იმ კავშირს, რასაც ქვია ევროპა, ხო? ანუ ევროკავშირს წარმოადგენენ და არის სერიოზული ძალა ეკონომიკურაცაც და ამათ კარგად რომ ლაპარაკობდნენ ქართული ოცნების მიმართ ხომ გამოსვლები იყო. ხომ არიან იქაც ხალხი რომლებიც რეალურად უყურებენ ყველაფერს რომ როგორ არ არის და ამიტომ მე თქვენ ზუსტად იმას გეუბნებით რომ ინფორმაციას აწვდიან საელჩოები ინფორმაციას აქ მუშაობენ სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყნის აწვდიან ისინიც ინფორმაციას მე ეს ინფორმაცია ანალიზდება და უკვე იმის შემდეგ მიიღება რაღაც გადაწყვეტილება ქალბატონო. ცალკე თემა რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დარბის იქით-აქეთ, ეგ არის ცალკე თემა. ისინი უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებენ, ან უარყოფენ რაღაც მოვლენას, რომელსაც ანიჯერებს ევროკავშირის კომისია. ეგენი როგორ შეიძლება ბატონო გიორგი? როგორ შეიძლება ზუსტად რომ არ უნდა მოვიდნენ. ერთია რომ ეს ხელისუფლება არ უნდა დარჩეს, მეორეა რომ ისინი არ უნდა მოვიდნენ. და ხალხზე უნდა იყოს დამოკიდებული სახალხო ხელისუფლება ეროვნული ხელისუფლება რომ გაეკეთებინათ კიდევ ხო კარგი დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის სხვასაც მოусმინოთ შემდეგი ზარი შემოუშვით ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ჰალო დიახ ისაუბრეთ ჰალო ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით გათიშეთ ტელევიზია ორი საკითხი მაქვს დიახ 88 წლის კაცი გირეკავს ხოდა 88 წლის კაცი გირეკავს დიახ გისმენთ ისაუბრეთ მე მახსოვს სტალინის სიტყვები თავარი არის არჩევნები არ არის თავარი ვინც ხმებს იცვლის ის იგებს არჩევნებს ვიცით ჩვენ ეს მეორე დაუწიეთ ძალიან გთხოვთ მიმღებს დაუწიეთ ხალხი წუხდება ვინც გვისმენს
ისაუბრეთ, ტელეფონით მესაუბრეთ. გისმენთ, გააგრძელეთ. გაითიშა, შემდეგი ზარი შემოუშვით. ეხ, საომშვიდობისა საომშვიდობისა. მოგესალმებით პატივისცემით თქვენს და პატივისცემულ საზოგადოებასაც. გაიხარეთ. ეხა ისმენთ ყურადღებით და იცით რა არის? ძალიან საწყენია რომ ესეთი აზრები არის, თუმცა რა თქმა უნდა ყველა აზრს აქვს უფლება არსებობის. აი კალბატონმა რო ბრძანა რომ ჯერავ თქვენ რომ უსაბუთებდით და საკმაოდ ისე მაინც ვერ დაიჯერა ბოლომდე, რომ აი ზუსტად ევროკავშირი და აი ჩვენი დელეგაციების ეგრეთ წოდებული დელეგაციების და ეგრეთ წოდებული პატრიოტების ჩაწვეთებით ხდება და არა სპეცსამსახურების მუშაობით. სამწუხაროდ ეგ ჯერათ, ისიც ჯერათ, რომ აგერ როგორ ბრძანა კალბატონმა ევროკავშირი ცოტა ხანში აქეთ ხვეწნას დაგვიწყებს. ისიც ჯერათ ზოგიერთს, რომ ამერიკა დაეცემა მუხლებზე ან რომის პაპი დაეცემა და ჩვენ რა ქვია მამაოებს ფეხებს დაბანს და რა ვიცი დაუყოცნის ფეხებს არ ვიცი სამწუხაროდ არის ესეთი ხალხი ზოგს ისიც ჯერა რომ დიდგორის ბრძოლაში 20,000 კაცი იყო და არა 400,000 ნუ შეიძლება ნაკლები იყო კი ბატონო და საერთოდ არ არსებობდა დედამიწა ეს არის რა ქვია სიფრთხეზეა და არა მრგვალი და ნუ რა ვქნათ არის ესე სამწუხაროდ იმისი არ იყოს გენიალური ნაწარმოების ღენტორ უправა ჩააწვეთა და არის ბატონო მუშინი და ჯერათო ლაპარაკობენო და რა ვქნათ ბატონო გია ჩვენ ვინც რეალურად ვაზრობთ. სამწუხაროდ, აი მე ეს გეტყვი, დიხას აღარ დავიკავე პეტერს. უბრალოდ სწორად ცხოთ რომ გამცეთ პასუხი. აი, უბრალოდ ძალიან დიდი შიში მაქვს და ალბათ ესეც იქნება, როგორც იტყვია, ჩვენი ბედი გადაწყვეტილი ეს სიმღერაში ვაქვს, სვეტლიხ კაბინეტა, იქ ნიუ-იორკში და მოსკოვში ძირითადად, ხო? ხო და ესე თუ გაგრძელდა აქ ხვალ და ზეგა უხეში ძალა აქ იქნება ძალიან კარგად ხვდებით ვისაც გულისხმობ და მე მეშინია იმის რომ ჩვენი ეს საწყალი მოტყუებული აპატარა თაობა ამ უხეშ ძალას არ შეასკდეს და მეტი უფრო მეტი მსხვერპლი არ იყოს რაც 9 აპრილს 9 აპრილს კიდე როდიონობა იკაცა რომ ავტომატები არ იყო გამოყენებული და ის არ მოხდეს რაც 20 იანვარს ბაქოში მოხდა საშინელი მსხვერპლი. აი ამაზე რა სიტყოდით, იმიტომ რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოსალოდნელია ჩვენ და სამწუხაროდ. დიდი მადლობა, კარგად გზამდებოდეთ. კარგად გზამდებოდეთ. ანუ მოსალოდნელი არის ბევრი რამ. როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდანაც. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა დაუცველები, უცბად დაუცველები რო აღმოჩნდეთ, მაგალითად ჩვენი სამხრეთით მყოფი მეზობელი არ გამოიყენებს ამ მდგომარეობას, გამოიყენებს. ჩრდილოეთით მყოფი მეზობელი არ გამოიყენებს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს მდგომარეობას. დაუცველები თუ დავრჩით და მთელ სამყაროს თუ დაუპირისპირდით. ამაშია ზუსტად საქმე და ამოცანა არის ქვეყნის და ქვეყნის ხელისუფლების, რომ იზოლაციაში კი არ მოაქციო ქვეყანა, ან მხარე კი არ გახდე, მაქსიმალურად შეეცადო ყველასთან დაალაგო ურთიერთობა. ყველას ინტერესი გაითვალისწინო კი არა. ყველა ინტერესი დაკმაყოფილდება ჩვენი ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ ან ჩვენ ინტერესთან დაკმაყოფილების ერთად. ანუ ჩვენი ინტერესიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული და მათი ინტერესიც. და მათი ინტერესი არ უნდა ჭარბობდეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც რომელიმე ქვეყნის ინტერესი ბევრად ჭარბობს შენს ინტერესზე, შენს ქვეყანაში, მაშინ შენ მხარე გამოდიხარ, ესე იგი შენ ასრულებ მის დავალებებს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა რაღაც ინტერესი შენი სრულდება. ეს პატარა ინტერესი არაფერი არ არის. ეს არის საკენკი. და მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ დაბალანსებული პოლიტიკა ვაწარმოოთ ყველა ქვეყანასთან, ყველა აქტორთან და ორ ძალთა ცენტრს შორის მხარე კი არ ვიყოთ, არამედ შევეცადოთ, რომ შუაში ვაბალანსოთ ეს ურთიერთობა ორივესთან. ეს არის ამოცანა, რომელი ხელისუფლება როდის შეასრულებს ამ ამოცანას, მე ვერ გეტყვით, მაგრამ საფრთხეები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეგზისტენციალური საფრთხეებია და ბუნებრივია ამაზე ჩვენ ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. შემდეგი ზარი შემოუშვით. ალო, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა ბატონო გიორგი. ესე იგი, რაც არის ახლა ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ძალიან რთულია და ამას რავი, მარტო ოცნება ვითომ არ იმჩნევს რა. ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მეც რავი ახლა ძალიან გულისხმდება რა ზოგის ისეთი რაღაცები ჯერა ახლა წინა თქვენ მაიმანი საუბრა სხაპების ჯერა რა ვიღაცა მასა რაღაცა შეგვეხვეწებათ იცოს და რაღაცა სასწაულის კონდეს ან ავტობი კონდეს ან გაზი კონდეს ან რაღაცა რომ ვიღაცა რაღაცის გამო შეგვეხვეწოს ანუ აბსურდულ რაღაცები ჯერა ახავს და ამას ახლა ჩვენ
ვერ შევცვლით როგორც თქვა და ჩვენი თავარი მიზანია რომ აი ეს ქვეყანა რამენაირად სამშვიდობოს გავიყვანოს და ამათ ხელში ვინც არიან ახლა მთავრობაში რომ ეს არ მოხერხდება არც შუაში სტურა თქვენ როგორც ახლა კარგად აღნიშნეთ ანუ რომ გაუძვრეთ ასე ვთქვათ ამ დიდ თამაშებში სოფლიო მასშტაბისაც მიმდინარეობს მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში საერთოდ არაფერი არ გამოვა სრულ იზოლაციაში ვართ დასავლეთისგან სადაც მართლა 10 წლეულების მანძილზე საიტენას მივდიოდით საერთოდ ჩახერგეს გზები იმათი აზრი არაფერს არ ნიშნავს ეს ასამბლეა არაფერი არ არის ის ვიღაცა ის კუბილიუსი არავინ არ არის ეს არავინ არაფერი არ არის არავის აზრი არაფერს არ ნიშნავს და მარტო ამათი აზრია თუმცა ჭეშმარიტება მთელ სამყაროში ასონებით ამათ ებრძვიან რა ქვია ომის პარტიას ისინი გულისხმებიან და ვერაფერი ვერ მოუხერხეს ამათ რა ესეთი ძლიერები ყოფილან ესენი თურმე და აი ესეთ აბსურდში გვაცხოვრებენ და რავი ახლა ძალიან ბევრი ადამიანია ვის ამ აბსურდში ყოფნა არ უნდა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის მე ვისაც ნაციონალური მოძრაობა არ უნდა და რაღაცნაირად არ ვიცი ახლა ეს ხალხმა ცოტა თუ იაზროვნოს უნდა რა ალბათ იმ არჩევნებზეც რომ მიდის ვის ხაზავს რას ხაზავს ცოტა მეტი განათლება და აზრია შემოსატანი თორე ასე რა ვიცი ისევ იგივე ტრიალში ვიქნები ჩვენ ხვალას და ზეგაც რავი განათლების ზონემ უნდა აიწიოს საგრძნობლად ამ ქვეყანაში და ცოტა წიგნი უნდა წაიკითხონ და წიგნი თუ არა ვიღაცა ჭკვიანი რო ლაპარაკობს იმას მაინც მოусმინონ გულის ყურით რა ვიცი აბა დიდი მადლობა ზარისთვის მადლობა ეხლა სანამ შემდეგ ზარ შემოუშვებთ მანამდე მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს რომლებსაც გონიათ რომ ვიღაცა ან შეგვეხვეწება ან ჩვენ რეალურად ასე ვთქვათ რაღაცას წარმოვადგენთ იმ ქვეყნებისთვის ვისგანაც ველოდებით ამ ხვეწნას და ასე შემდეგ აი მე გეტყვით რას წარმოვადგენთ დღეს მაგალითად საქართველოს ყოველთვის იყო კავკასიის ცენტრი და დარჩება კავკასიის ცენტრად გეოპოლიტიკური მდებარეობაა ჩვენი ასეთი და ეს ძალიან კარგია. მაგალითად საქართველოს გადის ახლა ჩვენ ვიცით ხო, ანუ მილსადენები, ბაქო ჯეიხანი, ბაქო ერზრუმი გადის ყველაფერი საქართველოსზე. ახლა დააკვირდით ყაზახეთიდანაც რომ ნავთობი რომელიც მიდის ევროპისკენ, თქვათ, მიდის საქართველოსზე. იმიტომ რომ შავ ზღვაზე გასასვლელი ბევრ ქვეყანას არ აქვს და სარგებლობენ ასე ვთქვათ ამ კვანძით. მაგრამ დღეს რო ევროპაში გადის თუნდაც ბაქოს ნავთობი ან გაზი გადის საქართველოსზე თურქეთის გავლით და შედის ევროპაში. ხვალ რომ თქვენ იცით რომ სირიაში უკვე აღარ არის ასადის მთავრობა სირიას სულ სხვა ხალხი მართავს რომელიც ემორჩილება დასავლეთს ანუ ამერიკას ამ შემთხვევაში ამერიკა მართავს ჩათვალეთ სირიას სირიიდან შემოსული ნავთობპროდუქცია ევროპაში რომელიც უკვე მზადდება სერიოზულად დააგდებს ამ პროდუქციაზე ფასს ევროპელებისთვისაც და ბუნებრივია კონკურენცია შეუქმნის რუსეთს და ამ შემთხვევაში როდესაც აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირს და სხვათა შორის პასე საპარლამენტო ასამბლეიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გააგდეს ანუ როგორც ჩვენები გავიდნენ ასევე გავიდა აზერბაიჯანის დელეგაციაც და დაძაბული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანს ევროპასთან როდესაც სირიის ნავთობპროდუქცია შევა ევროპაში იქნება თუ არა საჭირო ეს მილსადენი რომელიც გადის საქართველოსზე რამდენად საჭირო იქნება ну ამაზეც რო ვიფიქროთ და საერთოდ საჭირო იქნება ჩვენი მონაწილეობა ამ დიდ პროექტში ამაზეც საფიქრალი გვაქვს ჩვენ და იმის მაგივრად რომ ჩვენ იმაზე ვფიქრობდეთ რა კარგია რომ ჩვენ წყვეთ ურთიერთობას მთლიანად და იზოლაციაში ვექცევით დავფიქრეთ იმაზე რომ თუ მართლა მოვიქეცეთ იზოლაციაში იმის შემდეგ რა ხდება სად მივდივართ როგორ ვითარდებით ეს კარგი კი არ არის მე იმიტომ ვამბობ რომ ზოგს უხარია რომ ეს არის ძალიან კარგი ვისაც ოცნება არ მოსწონს ეს არ არის კარგი ეს ძალიან ცუდია და ვისაც ოცნება მოსწონს და თვლის რომ ეს კარგია იმიტომ რომ პრინციპულები უნდა ვიყოთ ძალიან ცუდია ჩვენ პრინციპულები უნდა ვიყოთ ურთიერთობის დალაგებაში ანუ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის რომ შეიძლება რაღაცეები არ მოგწონდეს და ბოლომდე გავხარჯოთ ჩვენი დიპლომატიური ცოდნა იმისათვის რომ ამოაგდოთ იმ დათქმებიდან ის რაც ჩვენთვის მიუღებელია ან შევასუსტოთ და ის რაც მისაღებია დავაკმაყოფილოთ ამით
სამაგიეროდ ბევრი რამე სიკეთე წამოვიღოთ იქიდან. ანუ ეს არის ამოცანა ხელისუფლების ყოველთვის ხელისუფლების, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის მართვაზე. სხვა ამოცანა ხელისუფლებას ხალხის წინაშე არ აქვს. კარგი მართველი რომ იყოს, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც კისრულობს ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ უბრალოდ მე აღარ ასრულებს. მე ამბობს, რომ არა მაქვს მე ეს პასუხისმგებლობა, კაცო. ერთ-ერთი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ დავაკმაყოფილო ჩემი ოჯახი, ჩემი კლანი, ჩემი სამეგობრო, ყველა გავაძლიერო, გავამდიდრო და თქვენ საერთოდ თქვენი თავი საერთოდ არ მაინტერესებს. საბოლოო ჯამში დღესაც იქამდე მივედით, უკვე მივდივართ კი არა, მივედით. სამწუხაროდ. ზარი ეთერ შემოუშვით. ისაუბრეთ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ, ტელეფონით გესმით ჩემი ხმა. ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. გათიშეთ ტელევიზორი, ისა ხმა გაუთიშეთ ტელევიზორს ან რადიო მედიას. გამარჯობა. მოგესალმებით. მოკლედ მე ესეთ რას გისმენთ ახლა და მაინტერესებს არ ვიცი იცით თუ რა ალბათ იცით ლემარსის სტატია იყო სადაც ფრანგული მედიაში სადაც ახსენებენ იმას რომ ბიძინა ივანიშვილის წაყვანას აპირებს ასე ვთქვათ მაკრონი თავის უსაფრთხოების გარანტიებით და ასე შემდეგ მოკლედ ერთგვარად გაარიდებს ამ პროცესებს და სიტუაციებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება საქართველოში მას შემდეგ რაც შეიძლება ერთ ავტოკრატი ლიდერი წავიდეს ამ ქვეყნიდან და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით თქვენ ძალთან ბალანსზე საუბრობდით იმაზე რომ რაღაც საქართველოს თავის ინტერესები უნდა გაატაროს პირველ რიგში როგორ წარმოგიდგენიათ მაგის შემდეგ პროცესების განვითარება როდესაც შეიძლება აქ ერთ-ერთი ავტოკრატი ლიდერი წავიდეს ამ ქვეყნიდან უბრალოდ და დარჩეს ხელისუფლება იმ ადამიანებს ვინც პირობითად არიან ახლა იმ თანამდებობებზე სადაც არის. გავიგე კითხვა. მე არ წამიკითხავს ეს სტატია და არც ვიცი დაიწერა. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის. მე სტატია არ მაქვს საკითხული და იმაზე რაც არ მაქვს საკითხული ზოგადად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი გაერიდება ამ პოლიტიკურ პროცესს, რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს საქართველოში, რა თქმა უნდა, ის გუნდი, რომელსაც ქვია ქართული ოცნება, დაიშლება. და ყველა შეეცდება, რომ გაიფანტოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, ან საერთოდ დატოვოს ქვეყანა. ანუ ეს მოხდება საბოლოო ჯამში. დღეს ქართული ოცნება, ჯერ ერთი ქართულ ოცნებაში შიგნით უკვე არის განხეთქილება, დაპირისპირება ერთმანეთთან, უბრალოდ ეს არ ხმაურდება. ქართული ოცნება დღეს უჭირავს ბიძინა ივანიშვილს. თუ ის დატოვებს ქვეყანას, დატოვებს ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას ელოდება დაშლა. შემდეგი ზარი შემოუშვით. ალო. დიახ, გისმენთ. ალო, მისმენთ ხო ძალიან კარგი, ძალიან გეტილი, მოგესალმებით საღამოშვილობისა. ახლა საქმე რაშია? ბრძოლა არის რუსეთისათვის, რუსეთის მიწისათვის. გესმით? დიახ, მაგრამ ვერ გავიგე რა თქვით? ჩემგან სხვა ლაპარაკობს რაღაც. არა, თქვენ საუბრობთ, მე საუბრობთ ტელეფონით, უბრალოდ ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ, იმიტომ რომ ცუდად მესმის. მოკლედ ბრძოლა არის დღეს. დიახ. უკრაინაში რუსეთის დამარცხებისათვის და მისი რესურსების ათვისებისათვის. აქ არის ბრძოლა ამერიკას, ევროპასა და რუსეთს შორის. ამიტომ ამერიკა ყველაფერს აკეთებს, რომ კრუგი დაარტყას ამერიკამ და რომელი ქვეყნები მიიღენ ახლა ნატოში და ვიცით. ეხლა სად უნდა წავიდეს საქართველოს ამ შემთხვევაში? თუ ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდა და უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენი ბედი ჩვენ გადავწყვეტოთ. ჩვენ ვიყოთ ჩვენი თავისუფლოსი. მაშინ ამას აკეთებს ჩემი შეხედულებით, ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა, რომ უნდა დამოუკიდებელი იყოს. მაგრამ მეორე ვარიანტია, როდესაც ჩვენ ახლა დღევანდელ ოპოზიციას და როგორც იყო 25 წლის განმავლობაში, ვისაც ვემორჩილებოდით, ვის კვაზეს ვიარებოდით,
კიდევ ისე უნდა და ბრძოლა არის ახლა კიდევ ისიც უნდა ვიაროთ თუ მე მგონია დღევანდელი მთავრობა იბრძვის რომ იყოს დამოუკიდებელი აქ არ უნდა იყოს დამოუკიდებელი უნდა იყოს ჩვენი სრული მორჩილი. კარგი, გავიგე ბატონო ჩემო. არა, არ გეთანხმებით მე თქვენ, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა არ აკეთებს. ჩვენი დღევანდელი მთავრობა ცდილობს რომ იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა. იმისათვის რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები და იმისათვის რომ ჩვენ არ ვემორჩილებოდეთ პირდაპირ არც ერთ რომელიმე ძლიერ ქვეყანას, ამისათვის იზოლაციაში მოქცევა კი არ არის საჭირო. ამისათვის არის საჭირო დიპლომატიის გამოყენება, ურთიერთობის სწორი ფორმის გამოყენება. მე ამაზე უკვე ვისაუბრე, შეგიძლიათ გადაახვიოთ ერთი 10 წუთის წინ ამაზე ვრცლად ვისაუბრე, დროს აღარ დავკარგავ, მაგრამ დაბალანსების პოლიტიკა არის საჭირო და არა იზოლაცია. შემდეგი ზარი შემოუშვით. ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ჰალო. დიახ, გისმენთ. მეუბნებით? დიახ, თქვენ გეუბნებით ისაუბრეთ. მადლობთ. ესე იგი ძალიან ყურადღებით გისმენთ. წინასწარ გეტყვით, რომ მე პოლიტიკოსების უმრავლესობა რო არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს ორი ადამიანი, მიშა და ბიძინა. წინასწარ რო იცოდეთ ჩემი პოზიცია. ეხლა კონკრეტულად მაინტერესებს ერთი რამ, თქვენ თქვით წერან ეს ქალბატონს უთხრათ, რომ ისინი მარტო ოპოზიციონერების ვიზიტებით კი არ გებულებენო, თავისი ისა აქვს ხალხი ყავთო, რომ საქართველოს რეალური მდგომარეობა, რეალური მომენტები რაც აქ ხდება, თვითონ იციანო. ხო თქვით ეგრე? ისაუბრეთ ბატონო, ისაუბრეთ, გააგრძელეთ საუბარი. ხო და აი მაგალითად სააკაშვილთან დაკავშირებით რომ იძახოდნენ მოწამლულია დემენცია აქვს აწამებენ ესეც ხო იმათი ნათქვამია და აქ რატო შეცდნენ ამაში ხო აღმოჩნდა რომ არც მოწამლული აღმოჩნდა არც დემენცია აღმოჩნდა სააკაშვილს აი ეს საიდან ქონდათ ეს ინფორმაცია ანუ რამდენად უნდა ვენდოთ ჩვენ მათ როცა რაღაცებს გვეუბნებიან, როცა რაღაცებს ამტკიცებენ, როცა რაღაცებს ქადაგებენ. კი ბატონო, აგიხსნით. შემთხვევაში ყველაფერი უგუღმათ ხეს. კი ბატონო, აგიხსნით. სააკაშვილის შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ინფორმაცია ან დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილის მხარე. იქ სპეცსამსახურები არც იმუშავებენ და არც აინტერესებთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სააკაშვილის მდგომარეობა, იმიტომ რომ თვითონ სააკაშვილიც კი აღარ აინტერესებს იმ ქვეყნებს. ჩვენ როდესაც აქ საუბრობთ ნაცმოძრაობაზე, კიდევ ერთხელ თქვენ გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ დღეს ნაცმოძრაობაზე და მის ავტორიტეტზე უცხოეთში. გადაჭარბებული და ეს გადაჭარბება ხელისუფლების მხრიდან მოდის. ცდილობენ რომ ჩვენ დაგვარწმუნონ და დაგვაჯერონ რომ ისეთი ავტორიტეტი აქვს ნაცმოძრაობას რომ ხვალ თუ წავა ქართული ოცნება მოვა ნაცმოძრაობა ასე არ არის სულ ვამტკიცებს სულ ლოგიკურად გისაბუთებთ თუ რატომ არ არის მაგრამ ზოგს მაინც არ გჯერათ რაც შეეხება იმას რაც ხდება ქუჩაში ეს ხალხი სპეცსამსახურების წარმომადგენლები თუ დიპლომატიური კორპუსის სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები დგანან ხშირ შემთხვევაში დგანან იმ აქციებზე იმ ოპოზიციაში ტრიალებენ ინფორმაციას ქუჩიდან საველე სამუშაოებს ატარებენ. იქიდან იღებენ ვინმე კი არ აწვდის, თვითონ იღებენ ინფორმაციას და თვითონ არიან ამ ინფორმაციის გამავრცელებელი მერე თავის ქვეყანაში. ანუ ის აწვდის იმ ინფორმაციას და თავის ქვეყანას ბუნებრივია თავისი აგენტურის სჯერა. ეს არის განსხვავება და ამიტომ სააკაშვილი მაგალითად არც უნდა მოიყვანოთ, კაცო, ის როდესაც მაგალითის მოყვანა გინდათ, ისეთ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის მიერ სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე, სააკაშვილი საერთოდ არც უნდა მოიყვანოთ მაგალითად, კიდევ ერთხელ გიმეორებთ. იმ ქვეყნებს არ აინტერესებს სააკაშვილი. სააკაშვილს იყენებენ როგორც პოლიტიკურ ბერკეტად, ასე ვთქვათ, მაგრამ ის რაც ხდება ქუჩაში და რეალურად რასაც ხედავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ან წარმომადგენლები ეს ინფორმაცია პირველი პირიდან მიდის თავისი ქვეყნის ასე ვთქვათ საინფორმაციო კულაბაში. ეს არის განსხვავება, რომ გესმოდეთ. ზარი ეთერში შემოუშვა. ჰალო. დიახ, გისმენთ ისაუბრეთ.
გამარჯობათ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, განათლება რომ გაუარეს და ეს ყველამ ვიცით. მაგრამ არაუარესზე არანაკლებ უარესი ზეგავლენა მოახდინა ტელესერიალებმა. რადგანაც ხალხი მხოლოდ ტელესერიალებზე არის გადასული და თითქმის მაპატიონ, მაგრამ პარალიზირებას უკეთებს გონებისას ხალხს. მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი უყურებს ტელესერიალებს და შემდეგ დემაგოგიას ტელევიზიით ამ ხელისუფლებისა. ისმის ჩემი საუბარი. დიახ, ბატონო, გისმენთ ისაუბროთ. ხონდა იმიტომ თითქოს მერხევი აზრები აქვს. ტელევიზორში როდესაც უყურებენ და რაიმე სკაიგებენ, გარეთ მოჭორი კანე ხალხისაგან უფრო ჯერალთ, ვიდრე ტელევიზიიდან რომ გამოიტანონ აზრი. სამწუხაროდ ესეთი მდგომარეობა გვაქვს. და მეორეც ოცნების ამომრჩევლებს უნდა ვკითხო. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სიკეთე გაუკეთა თუ ბოროტება. იყიდა თუ არა საქართველო. ამაზე იფიქროს ამ ქართველმა ამომრჩეველმა. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობა ზარისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის. ზარი ეთერ შემოუშვით. თქვენ როგორ ფიქრობთ? დიახ, გისმენთ. ალო? ისაუბრეთ. ვიღაცა საუბრობს. არა, თქვენ საუბრობთ, ხალბატონო? არა, გამარჯობათ. ვიცით რა შეიძლება ძალიან გულუყვილო რაღაცას გეტყვით ახლა მე ცოტა განსხვავებულს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მეწოდება ის ხალბატონი მზია. ხო შეიძლება მაინტერესებს თქვენი აზრი, რომ პოლიციელი შევიდეს რომელსაც შეეხო თუ რაღაც არ ვიცი და მიუტევოს ქრისტიანულად. ქალია, როდემდე უნდა იშიმშილოს. მე ვწუხვარ ისიც, ადამიანურად ვწუხვარ ამების გამო, რა სიტყვით თქვენ, როგორ გეჩვენებათ? არა ვართ ქართველები. ალო? ეს არის ერთადერთი კითხვა ხალბატონო თუ კიდე გაქვთ კითხვა? არა, კითხვა არა მაქვს, იმიტომ რომ ასეთი გათვითცნობიერებული მე პოლიტიკაში არ ვარ, მე ადამიანური კითხვა მაქვს. ქალბატონი შიმშილოს, შევიდეს ქართველი ქრისტიანი და მიტევება შეიძლება. თქვენ თუ მეკითხებით ხელისუფლებაში რომ ყოფილიყავით, აი თქვათ მე რომ ყოფილიყავი ხელისუფლებაში, რას ვიზავდი? თუ ამას მეკითხებით, პასუხობთ. დავაჯარიმებდით და ბუნებრივია არ დავიჭერდით. თუმცა გამოვიძიებდით. იყო თუ არა გადაცდომა პოლიციელის მხრიდანაც, ბუნებრივია ესეც უნდა გამოიძიოს საგამოძიებო კომისიამ. იყო თუ არა გადაცდომა. თუ გადაცდომა არ იყო და ეს იყო გადაცდომა ქალბატონის მხრიდან, ბუნებრივია მოხდებოდა დაჯარიმება და დაჭერით არ დავიჭერთ. ან შეიძლება მიგვესაჯა სიტყვაზე ვამბობ, თქვათ 1-5 ან 10 დღე სამუშაოები, საჯარო სამუშაოები მიგვესაჯა. მაგრამ აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ისეს უნდა გვესმოდეს ხელისუფლება რა შემთხვევაში არის ძლიერი და რა შემთხვევაში სრულდება კანონი ქვეყანაში. თუ ჩვენ ახლა მივეცეთ უფლება მოქალაქეებს რომ პოლიციელზე ხელი აწიონ, მაშინ ჩვენ დავკარგავთ, ანუ როგორც ხელისუფლების პოზიციიდან ვსაუბრობ, მაშინ ხელისუფლება დაკარგავს თავის ავტორიტეტსაც, თავის ძალაუფლებასაც და ეს არც ერთ ხელისუფლებას არც აწყობს და არც ჭირდება, ბუნებრივია. ამიტომ ვამბობ, უნდა გამოვიძიოთ, თუ გადაცდომა ქონდა პოლიციელის მხრიდან, მაშინ ორივე მხარეზე უნდა მოხდეს ორივე ადამიანის დასჯა, მაგრამ ციხეში გაშვება დღეს აი ამ საპროტესტო აქციების და ამ საპროტესტო ტალღის ფონზე ციხეში გაშვება ბუნებრივია არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაცდომა თვითონ ძალოვნების მხრიდან. ანუ ჩვენ ამას ვხედავთ და არა მხოლოდ ევროპა, არამედ ესე ვთქვათ ჩვენ თვითონ ვართ ამის მომსწრეები და არც ევროპიდან გვჭირდება რაღაც დირექტივები და არც სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ თვითონ ვხედავთ, რომ სერიოზული გადაცდომა
ხდება ხელისუფლების ამ შემთხვევაში ძალოვნების მხრიდან, მაგრამ არიან რა თქმა უნდა კეთილსინდისიერი პოლიციელები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ძალიან ცუდია, რომ დღეს მათი გაიგივება ხდება იმ ზონდერებთან, რომლებიც ასევე პოლიციის ფორმას ატარებენ. ეს ძალიან ცუდია. მაგრამ მოსახლეობას მინდა უთხრა, არა, ჩვენ უმრავლესობა პოლიციელების გვყავს წესიერი და მართლა პატრიოტი პოლიციელი. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე ვფიქრობ, რომ ბევრი საინტერესო ზარი იყო, საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას, სამშაბათს 9:00-ზე. კარგად ბრძანდებოდეთ.